მოგესალმებით ქალბატონო ნინო, ძალიან მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისთვის და დღეს შეჯამებას მოიხსენიებების მინდა გითხოთ როგორი იყო მომართვიანობა მომხმარებლების ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორში და ძირითადად რას ეხება საჭიროები რაღაც უხდებთ აი ამ სექტორში მომხმარებლებს. მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. ნამდვილად 2000 წლის ბოლო გვაქვს და შეგვიძლია გარკვეული წილად შევაჯამოთ ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოები და გამოვყოთ ის ძირითადი პრობლემები, რომელიც ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს აქვთ. 2024 წელი შემიძლია ვთქვა, რომ იყო წელი, როდესაც ჩვენ განსაკუთრებული ბევრი ვიზიტი განვახორციელებთ რეგიონებში, ამიტომაც და იქედან წამოვიღეთ ძალიან ბევრი პრობლემატური საკითხები. ვერ ვიტყვი, რომ სამივე სექტორს, ანუ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს ერთი და იგივე ტიპის პრობლემები აქვთ, ამიტომაც თქვენის ნებართვით ჩავშლი მიმართულებების მიხედვით ვისაუბრებ, დავიწყებ ელექტროენერგიის სექტორით. ელექტროენერგიის სექტორში ჩვენ წელს პირველად, ესე ვთქვათ, გავაკეთეთ ის, რომ ნებისმიერი ტიპის შეტყობინება, რომელიც ჩვენ სამსახურში შემოდიოდა, მივეცით სამართლებრივი ფორმა და აქტად ვაქციეთ, უქმად ვაქციეთ უფრო სწორად და რეაგირება განვახორციელოთ უკვე არა მომხმარებლის მიერ შემოსული განცხადებებით, არამედ ნებისმიერი ტიპის შეტყობინებით, რომელსაც უკვე წერილის ფორმასა და განცხადების ფორმას ვაძლევდით. ამან ცხადყო, რომ რეგიონებში იყო ძალიან რთული ვითარება, ამიტომაც დავიწყეთ ვიზიტები ივნისიდან. მინდა გითხრათ, რომ ივნისიდან მოყოლებული დაახლოებით 40-მდე სოფელი მოვიარეთ. ეს იყო ზუგდიდის, წყალტუბო, ზესტაფონი, ბაღდათი, თელავი და ყვარელში. შევხვდით აბსოლუტურად თითეული სოფლის წარმომადგენელს და მათ ყველაზე კარგად იციან ის ძირითადი პრობლემები, რომელიც მომხმარებლებს აქვთ. ეხლა გეტყვით, რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა. ეს არის ძაბვის ცვალებადობა, მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, ხშირი წყვეტა. ხშირი არა, ძალიან ხშირი წყვეტა შემიძლია გითხრათ, ხანძლივი პერიოდის მანძილზე წყვეტები, არასტაბილური მიწოდება, რომელიც პრობლემას უქმნის როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, ასევე ბიზნეს სექტორს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შემდეგ ზიანში გადაუდით მიწოდების წყვეტა ან არასტაბილური მიწოდება და შესაბამისად ეს ყველაფერი ძალიან რთულად აისახება მომხმარებლებზე. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემების შესწავლა და გამოიკვეთა ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, პრობლემა, რომელიც ადვილადაც მოსაგვარებელი იყო და ასევე სისტემური პრობლემა შემიძლია უწოდო. ესე იგი, ჩვენ ნახეთ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი იყო, რა თქმა უნდა, არასტაბილური მიწოდების მიზეზი არის ქსელის ავარიული მდგომარეობა, მოძველებული ინფრასტრუქტურა, დაზიანებული ბოძები, რომლებიც საჭიროებენ შეცვლას, ავარიული ბოძები, ასევე ჩამოწეული ამ ავარიული ბოძების გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები, ქვესადგურები, რომლებიც არის ძალიან ავარიულ მდგომარეობაში, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა, რომელიც მიუხედავად მათი რაოდენობისა დაერთებულია კონკრეტულ ქვესადგურზე და აღარ ყოფნის ძაბვა. აღმოვაჩინეთ კიდე ისიც, რომ ზოგიერთი ქსელი გადის ტყეზე ან ისეთ მასივში, სადაც ნებისმიერი ქარის ან წვიმიანი ამინდის დროს არსებული ხეები პრობლემას უქმნის მოსახლეობას და გადაბმებითი სამუშაოები იყო საჭირო, ამიტომ ეს სისტემურად მივყევით, ნელ-ნელა დავიწყეთ აღნიშნული პრობლემების შესწავლა. ამაში დაგვეხმარა ძალიან კომისია, იმიტომ რომ მათ შექმნეს შესაბამისი ჯგუფი და ისინი წავიდნენ და თუ ისინი შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით და შესაბამისი სპეციალისტებით იყვნენ, ასე ვთქვათ, ორგანიზებულები და მათ უფრო ესეთი პრობლემები უფრო ესე სისტემურად და ღრმად შეისწავლეს და ჩვენ რეკომენდაციები დავაგზავნეთ. ოღონდ რეკომენდაციების დაგზავნით არ შემოვიფარგლეთ, არამედ დავიწყეთ თითეული საქმის შესწავლა. ამით ეს დავყავით რამოდენიმე მიმართულებით პრობლემა, რომელიც მოგვარებადი იყო მალევე, რომელსაც ჭირდებოდა 1 თვე ან 2 თვეზე ნაკლები და პრობლემები, რომლებსაც ჭირდებოდათ 3, 4 და 5 თვე. იმიტომ რომ იმ მასშტაბებიდან და სისტემური პრობლემებიდან გამომდინარე, რომელსაც მე ზემოთ ვისაუბრე, აი ესე ერთი წერილით, ერთი გაგზავნით და შეტყობინებებით სამწუხაროდ პრობლემების მოგვარება ვერ ხერხდება და ამას ჭირდება მონიტორინგი. ამიტომაც ეს მონიტორინგიც დავიწყეთ. ნებისმიერი, ესე ვთქვათ, ჩვენი წერილი, რომელიც მიდის კომპანიაში, თან 2-3 კვირაში ჩვენი მონიტორინგიც, ასე ვთქვათ, მიეწევა ხოლმე გზაში, რათა ვნახოთ ის შეპირება და ის სამუშაოები, რომელიც დაგეგმა კომპანიამ, სრულდება თუ არა სრულყოფილად. არის რაღაცა გარკვეული სამუშაოები, რომელიც დასრულდა, მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 180-მდე ბოძი არის შეცვლილი, ამ ივნისიდან მოყოლებული სამეგრელო და იმ ზემოთ აღნიშნულ რეგიონის სოფლებში, რომელზედაც მე ვისაუბრე, ბევრი ქვესადგური
გარემონტდა, მოხდა გარკვეული აბონენტების გადართვა სხვა ქსელზე და აი ეს გადაბევლითი სამუშაოები, რომელზედაც მე წეღან ვისაუბრე, ისიც გარკვეულწილად ბევრი სოფლებში გაიწმინდა, ასე ვთქვათ, ხეების გადაბევლითი სამუშაოები დასრულდა და ზოგან დაიგეგმა ქსელის გადმოტანა კიდეც გზაზე, რათა იმდენად რთულია, როდესაც რელიეფი არის რთული და სამუშაოების პრობლემას ქმნის, რომ იქ კი გადაბელეს ხეები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის, რომ ვერ შედის ტექნიკა, ამიტომაც საჭირო გახდა აღნიშნული ქსელის გადმოტანა სხვა ლოკაციაზე. ამიტომ ეს უფრო ესეთი ვთქვათ ხანძლივი სამუშაოებია, თუმცა ჩვენ ეტაპობრივად ყოველ თვეში ვნახულობთ კონკრეტულად რა გაკეთდა, გვაქვს კომუნიკაცია როგორც სოფლის წმუნებულთან, ისევე მოსახლეობასთან და თუ კი დავაფიქსირეთ, რომ პრობლემა არ მოგვარდა, არ გამოსწორდა მდგომარეობა, იქვე გვაქვს რეაგირება ამასთან დაკავშირებით. კი. კი, გახშირდა. ხო, აი ეს გვითხარით რა ხდება თბილისში ავარიულ წვეტებთან დაკავშირებით, რატომ გახშირდა, თქვენი რეაგირება რა იყო, როგორი იყო და აი კომპანიისგან უკავშირი კი ბატონო, კი გვაქვს კი ბატონო, ჩვენთან შემოსული შეტყობინებებისა და განცხადების საფუძველზე არის რა თქმა უნდა პრობლემები თბილისშიც. თუმცა თბილისში ესეთი ხანძლივი წვეტები ბოლო პერიოდში ბევრი არ გქონია, თუმცა აი ახლა როგორც კი ზამთარი დადგა და დეკემბრის თვე მოვიდა, წინა კვირიდან უკვე დაიწყო შეტყობინებები, რომელთა გადამოწმებაც ჩვენ გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ხანძლივი წვეტები არის, რომელიც არის დაახლოებით 5-6 საათიანი წვეტა დღე-ღამეში, რაც მოსახლეობისთვის არის ძალიან რთულად გადასატანი მოგეხსენებათ. ჩვენ ძირფესვიანად გამოვითხოვეთ ინფორმაცია კომპანიიდან. კომპანიას აქვს ასე ვთქვათ, გამართლება ამასთან დაკავშირებით, რომ თითეული ეს წვეტა და რეალურად შევამოწმეთ ჩვენ ესენი გამოთხოვილი ინფორმაციით, თითეული ეს წვეტა, რომელიც ხანძლივი პერიოდის მანძილზე იყო და დაფიქსირდა, გამოწვეული იყო კომპანიების მხრიდან დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებით, ისევე გასტილი მოთხოვნიდან გამომდინარე, რადგანაც საჭირო იყო გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, ქსელის გამართვა, იქ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ჰქონდათ ეს სამუშაოები დაგეგმილი და შესაბამისად ეს გარდაუვალი არის, როდესაც ახლა ამასაც ვიტყვი, რომ წვეტა, როდესაც მიდის, არის ორი. ხო, ერთი არის, როდესაც რეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხდება წვეტა, მეორეა, როდესაც ავარიების გამო. ავარიასაც ორი მიმართულება აქვს. ერთია, როდესაც არის შიდა მიზეზით, ანუ კომპანიის შიდა მიზეზით ხდება ავარია, რაიმე ქსელი აქვს თვითონ დაზიანებული და ამიტომ და მეორე, როდესაც გარე მიზეზით. ეს შეიძლება იყოს იგივე წვიმა, თოვლი ან ასე შემდეგ, ხო? ჩვენ რაც ვნახეთ ახლა ინფორმაცია და რაც მოგვივიდა ეს ინფორმაცია ძირითადად იყო სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული. თუმცა აი ახლა ზუსტად 2-3 დღეა რაც ახლა ამას შემოსული განცხადებებით ჩანს, რომ საკმაოდ გახშირდა როგორც ილისის ტერიტორიასა და ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ხშირად მომხმარებლები მიუთითებენ, რომ არის ბევრი წვეტა. ამიტომაც ამას ახლა ჩვენ ცოტა სხვანაირად შევისწავლით, ანუ კომპანიისგან არა მარტო ინფორმაციას გამოვითხოთ, არამედ ლოკაციასაც ვნახავთ. იქ უკვე დაზიანებაზე არის ლაპარაკი, არ არის საუბარი იმაზე, რომ მოხდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა იწვევს ასე ხშირად ამ დაზიანებებს. აი ეს არის უკვე შესწავლის თემა და 16 იანვარს გვაქვს ჩანიშნული შეხვედრა თელასთან ამასთან დაკავშირებით, სადაც სავარაუდოდ მომხმარებლებიც მოვლენ, ნახოთ ახლა ჩვენ როგორ განვითარდება მოვლენები და აი, იმიტომ რომ ერთს ამბობს კომპანია ამასთან დაკავშირებით, მეორეს ამტკიცებენ მომხმარებლები და აი ნახოთ ეს შეჯერება როგორ გამოგვივა, დიახ. კი. კი. საუბრობთ ბუნებრივი გაზის
ბატონო, ბუნებრივი გაზის მიმართულებით მე წეგანაც აღნიშნე, რომ პრობლემები განსხვავებულია ვიდრე ელექტროენერგიის მიმართულებით, იმიტომ რომ აქ თითქმის ნაკლებად შემოდის პრობლემა წვეტებთან დაკავშირებით და ხარისთან დაკავშირებით. ძირითადი პრობლემები არის არქრიცვიანობასთან დაკავშირებული პრობლემა და ასევე უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც არის ჩემის აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჭირდება როგორც კომპანიების, ისევე მომხმარებლების მხრიდან. ახლა ჩვენ ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი სამუშაო ჩავატარეთ, შეხვედრები გავაკეთეთ კომპანიებთან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ის თემაა, როდესაც თანაბარი წილი პასუხისმგებლობა მოდის როგორც კომპანიასა, ასევე მომხმარებლების მხრიდან, იმიტომ რომ ეს უკვე ქსელი და ბუნებრივი გაზის დანადგარები პასუხისმგებლები მომხმარებლებიც არიან, ხო? შესაბამისად, მათი მოვლა-პატრონება თუ სწორად დამონტაჟების პროცესი უკვე მათ ხელშია, ამიტომაც განსაკუთრებულად მომხმარებლებს სჭირდებათ ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით. როგორც იცით და მე ვისაუბრე კიდეც არაერთხელ, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საპრევენციო მუხლი, რომელიც ავალდებულებს კომპანიებს, რომ განახორციელონ მონიტორინგი და შემოწმება მომხმარებლის ცვლილებებაში არსებულ ქსელთან დაკავშირებით, ამიტომ როგორც კი დადგა გაზის ზამთრის სეზონი, ჩვენ გამოვითხოვეთ სტატისტიკა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ქსელ, ესე ვთქვათ, მიწოდებელ კომპანიას მოვთხოვეთ, რა ვითარება გქონდა ამ კუთხით და დავუსვით ესეთი კითხვები, რამდენი აბონენტი გადამოწმდა, რამდენი ვერ გადამოწმდა აბონენტი გარკვეული მიზეზების გამო, ხელშემშლელი გარემოებები რა იყო ამ შემთხვევაში, რამდენი დარღვევა აღმოჩნდა, როდესაც კომპანიამ მომხმარებელს შეუწყვიტა გაზის მიწოდება, იმიტომ რომ ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ვერ დატოვებდა და რამდენი აღმოჩნდა, როდესაც ჩაიხსნა დანადგარი, მაგრამ მიწოდება არ შეწყდა. და შემდეგ შეხვედრაც გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, რათა იქ დეტალური ინფორმაციები მოგვესმინა კომპანიებისაგან, ვერ გეტყვით, რომ ძალიან კარგი სურათი გვაქვს, რატომ. რაც ყველაზე მთავარია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წელს ნამდვილად ინტოქსიკაციისა და ასე ვთქვათ, ბუნებრივი გაზის მოწამვლის შემთხვევები არ გქონია, ის რაც გუდაურში მოხდა, ეს არ იყო ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეული, თქვენ ძალიან კარგად იცით, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ძალიან წუხვარ ამ ფაქტის გამო. ეს არ იყო ბუნებრივი გაზის შემთხვევა, რომ დაუბრუნდეთ ჩვენს თემას, ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ნახეთ რა მოხდა, აი სოკარი, საქორგაზი და რომ ვისაუბროთ სოკარის, საქორგაზისა და თქვა თბილისი ენერგიის მაგალითზე, ხო? აი სოკარ ჯორჯია გაზი საკმაოდ ბევრი აბონენტს აწოდებს მიწოდებას და ჩვენ გაახორციელებს მიწოდებას და ჩვენ როდესაც ინფორმაცია გამოვითხოვეთ, 200,000 აბონენტი ყავდათ შემოწმებული, აქედან 27,000 აბონენტთან ვერ შევიდნენ, ანუ ამ 200,000-ის გარდა კიდე 27,000-თან ვერ შევიდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო. დაახლოებით 18,000 აბონენტი იყო, სადაც შეწყვეტა არ განხორციელდა, მაგრამ ჩაიხსნა ბუნებრივი გაზის დანადგარი, იმიტომ რომ საფრთხის შემცველი იყო და 1,200 აბონენტზე მეტი იყო, სადაც შეწყდა. აი წარმოედგინეთ ახლა რა სტატისტიკაა მარტო ერთი კომპანიისათვის, ხო? საქორგაზშიც ესეთი მდგომარეობა გვაქვს, იმათ ნაკლები აბონენტები ყავს, იქ 170,000 აბონენტი გადამოწმდა, დაახლოებით 10,000 აბონენტთან ვერ შევიდა კომპანია, მაგრამ 11,000 აბონენტთან განახორციელა ბუნებრივი გაზის დანადგარის ჩახსნა. და 1,500 აბონენტამ ეს მერყეობდა, სადაც შეწყვეტა განხორციელდა, იმიტომ რომ ქსელი იყო ძალიან ავარიულ მდგომარეობაში, ან ისეთნაირად იყო, რომ დანადგარი ვერ ჩახსნეს. ნუ თბილისი ენერგიაშიდაც დაახლოებით იგივე მონაცემები გვაქვს, თუმცა იქ თბილისი ენერგიაში გვაქვს ნაკლები რაოდენობა, როდესაც მომხმარებელმა არ დაუშვა. თითქმის არ აქვს ასეთი შემთხვევა. თითქმის არ არის შემთხვევა, როდესაც მომხმარებლის ბრალეულობით არ შევიდა კომპანია. დაახლოებით 2,000-მდე აბონენტი არის, სადაც მიწოდება არ შეწყდა, მაგრამ დანადგარი ჩაიხსნა და 200-მდე აბონენტი იყო, სადაც მიწოდებაც შეწყდა. ანუ ფაქტიურად ეს მაჩვენებელი არის იმის მაჩვენებელი, რომ არა კომპანიის ესეთი ასე ვთქვათ შემოწმება, ეს ადამიანები ამ საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობდნენ და ოჯახის წევრებთან ერთად და არა მარტო თვითონ ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც. ამიტომაც მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის ასე ვთქვათ სამუშაოები, რომელსაც ამ კუთხით კომპანიები ატარებენ მომხმარებლებთან მიმართებაში, არის მნიშვნელოვანესი და კომპანიებთან ერთად მომხმარებლებმაც უნდა გაითავისონ, რომ დანადგარი, რომელსაც აქვთ ხოლმე ჩვენთან ხშირად ამბობენ, რომ იცი რა 20 წელიწადია არის, ან 10 წელიწადია არის და არაფერი არ მომსვლია. ეს არ არის სწორი მიდგომა და მნიშვნელოვანი არის, რომ ის ყველა ინსტრუქცია, რომელიც ამ დანადგარის მოხმარებას, გამოყენებას ახლავს, დავიცვათ. იმიტომაც ახლავს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავიცვათ. აბსოლუტურად მესმის ისიც, რომ მომხმარებლები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენს სიცოცხლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის, ამიტომაც
ჩვენთან ჩემოდის განცხადებები, სადაც ამ კუთხით დახმარებას ითხოვენ, ჩვენი პასუხი ყოველთვის არის, რომ როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებას, ჩვენ ამ შემთხვევაში ყოველთვის კომპანიის მხარეს ვიქნებით. ჩვენთან პროექტის წინიყვანი ის ენერგიის წარმომადგენლები მაშინ თქვეს, რომ ესე იგი 11 ადამიანი იყო მოწამული CO2 ეს მოძრის მისამე ყველა თორცები ეს პერიოდი თბილისში იყო ეს შემთხვევები და თუ გაქვთ ჩვენ ეხლა ამ ანახეთ აი ზამთრის დადგომისთვის ნაკლებად გვქონდა. ეხლა უკვე როდესაც წელი დასრულდა, აი ეხლა უკვე დავიწყებთ ამის ნახვას, რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა და რა იყო ამ შემთხვევაში გამოუწვევი მიზეზი. ასევე გავყვებით, იყო თუ არა შემოწმებული ეს აბონენტები, რატომ არ მოხდა მათთან აღნიშნული დანადგარების ჩახსნა და თქვათ რამ გამოიწვევთ, რომ არის კიდე შემთხვევები, როდესაც ახლა ჩვენ ესე გავყევით ხოლმე საქმეებს და აღმოჩნდა, რომ იქ ვიზიტი განხორციელდა, დანადგარი ჩახსნილი იყო და შემდეგ თვითნებური დაერთებებიც განხორციელდა. ამიტომაც აი თითოეულ ამ საქმეს დეტალურად ნახავთ და შევისწავლით. ჩვენთან შემოდის განუწყვეტელი რაოდენობით მესიჯები და შეტყობინებები, განსაკუთრებით ჯორჯ მუთრენ ფაუერის მიმართულებით, რომლებიცაც აქვთ მუდმივი პრობლემა არა ხანძლივ წვეტებთან, არამედ ავარიებთან დაკავშირებით. ეს არის ეხება როგორც ხანძლივ წვეტებს, ისევე ავარიებს. და რაც ყველაზე მეტად ახლა მე მაშფოთებს აქ არის ესეთი ხშირად დაფიქსირდა ეს შემთხვევა და ჩვენ ახლა ამას აუცილებლად სისტემურად მიუდგებით, როდესაც მომხმარებელი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ წვეტა არის ავარიის გამო, უბრალოდ ან რაღაც ქსელია დაზიანებული, ან მის სახლის წინ ჟონავს წყალი, რეკავს ხელხაზე, პასუხობენ და დროული რეაგირება არ არის. ახლა ამ საქმეების შესწავლას ვიწყებთ ჩვენ ნახოთ, რატომ არ არის თავის დროზე რეაგირება განხორციელებული, ამაზე ოქმები შევადგინეთ და სემექსში ხარ მომსახურების ხარისხის, ასე ვთქვათ, სამსახურთან ერთად ამას განხორციელებთ. GVP-ის წელს ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდათ, მოგეხსენებათ, როდესაც მოხდა მიწის ჩამოშლა და დაიზიანდა და ეს წვეტებიც გარკვეულწილად ზაფხულის პირველ ნაწილში იყო გამოწვეული სწორედ ამის გამო, თუმცა ბოლო პერიოდში ისედაც ხშირი შემთხვევებია, როდესაც საავარიო თუ სხვა მიზეზების გამო მოსახლეობას წყლის მიწოდება ეზღუდება და რაც ყველაზე მეტი პრობლემა გვაქვს კიდე GVP-სთან, ეს არის აღრიცხვიანობის, ასე ვთქვათ, პრობლემა, როდესაც აი არ მოგვარდა ეს პრობლემა და ამას კიდევ გარკვეული წინა კვირაში შეხვედრა გქონდა ამასთან დაკავშირებით, დავიგეგმეთ რაღაც გარკვეული სამუშაოების გამო და აუცილებლად ამასაც, რა თქმა უნდა, მომდევნო წელს მივხედავთ. რაც შეეხება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, დასავლეთ საქართველოში ასე თუ ისე მოგვარდა წელს, მაგალითად იმდენი შეტყობინება ზუგდიდსა და ქუთაისიდან პორტიდან აღარ შემოდის, როგორც იყო წინა წლებთან შედარებით, თუმცა გაგვეზარდა მომართვიანობა კახეთში, სადაც თელავში წეღადა, ესე თქვი რომ ორი კვირის წინ იქ ვიმყოფებოდი და მოსახლეობის მთავარ პრობლემად, მათ შორის ელექტროენერგიას მთავარ პრობლემად სწორედ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, რაც მიუთითებს იმას, რომ იქ ქსელის მდგომარეობა არ არის, ასე ვთქვათ, კარგი. ამიტომაც ჩვენ მომდევნო წელს ამას განსაკუთრებით მიუდგებით და შევისწავლით თითოეულ იმ პრობლემას, რომელიც ამ კუთხითაც აქვთ მომხმარებლებს.